რომელი უბნის ამორჩეველი ბრძანდებით? ვინ არის თქვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები? ვინ არიან? ვიღაც ხალბატონია. ისა წულუკიანი. რა კითხვას დაუსვამდით მას? რა კითხვას რა ესე უმუშავრეზე ვარ და აი ტაქსები შემოხდა და ჩვენ უმუშავრეები რჩებით. წულუკიანი, სამადაშვილი. რა კითხვას დაუსვამდით მას? რავი. ალბათ დაუსვავდი, როდის გაუმჯობესდება ეს სიტუაცია, რომელიც ახლა არის. წულუკიანი და მე და სამადაშვილი. რა კითხვას დაუსვამდით მას? იცით რა, ძალიან გთხოვთ, მე ისე სამსახურში მუშაობ. ნუ შემეკითხებით რა. მე ნაძალადევის. ვინ არიან თქვენი უბნის მაჟორიტარი? არ ვიცი. საბურთალო. ვინ არიან თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები? არ ვიცი. საშუალება რომ გქონდეთ რა კითხვას დაუსვამდით? არ მაინტერესებს საერთოდ. უყურესი. ვინ არიან თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები? ხო, მაგის გვარები არ მახსოვს. რა კითხვას დაუსვამდით? რა კითხვას დაუსვამდი და საქართველოში საერთოდ რა უნდა მოხდეს ისეთი რომ გვეშველოს როგორც საერთოდ გვეშველოს რა. ნახალობ. ნაზადებს რა. ვინ არიან თქვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები? არ ვიცი და არც ინტერესდები. საშუალება რომ გქონდეს რა კითხვას დაუსვამდით? არანაირს. ნაძალადევის. ვინ არიან თქვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები? ის თია წულუკიანი. არ ვიცი კიდე რომლები არიან. რა კითხვას დაუსვამდით მას? კითხვას დაუსვამდი? დასაქმებასთან დაკავშირებით. რომელი რაიონის ამორჩეველი ბრძანდებით? ჩუღურეთის. იცით თუ არა ვინ არიან თქვენს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები? არ ვიცი, მართლა გითხრათ. დოლიძე და ალავიძე, ხო? რაიმე შეკითხვა ხომ არ გექნებოდათ? არანაირი შეკითხვა არ მაქვს. მადლობა. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ აუცილებლად. ქართული ოცნების ამორჩეველი გამიმარჯვებს. დიდუბის რაიონის ამორჩეველი ვარ. და მაპირებ რომ ხმალაძეს მივცე ხმა, მაჟორიტარ დეპუტატს და ну საერთოდ ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა. ალავიძე. ანდრიაძე ვიცი და მეტი არ ვიცი. ნაციონალებიდან ვიცი რომ ალავიძეა. ხმალაძე. გიორგი ჩაჩაინძე. არის რა ვიცი, მგონი ხმალაძეა რა. დოლიძეა მგონი. ანდრო ალავიძეა კიდეც შეიძლება. როგორ ვიცი? ვიქტორ დოლიძე. რაიმე კითხვა ხომ არ გექნებოდათ ბატონ ვიქტორთან? გაიხაროს მაგან და ამრავლოს ეგეთი ვაშკაცები საქართველოში. ალავიძე და დოლიძე. ძალიან გეხვეცი, ალავიძე ვიცი მარტო. შეკითხვა ხომ არ გექნებოდათ? ძალიან ბევრი, მაგრამ ვიქტორ დოლიძე. რაიმე კითხვა ხომ არ გექნებოდათ? არა, სრულიად ვენდობი ბატონ ვიქტორ დოლიძეს და კოალიცია ქართულ ოცნებას. რომელი რაიონის ამორჩეველი ბრძანდებით? ნაძალადევის. იცით თუ არა ვინ არიან თქვენს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები? ერთი ვიცი. წულუკიანი. რაიმე შეკითხვა ხომ არ გექნებოდათ? არა, ხარს უჭერ 100%. სამგორის. და თუ იცით ვინ არიან თქვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები? გიორგი აბაშიძე. და რაიმე შეკითხვა ხომ არ გექნებოდათ? არა. მიხეილ მაჭავარიანი, მაგდა ანიკაშვილი და არ ვიცი მეტი. რაიმე შეკითხვა ხომ არ გექნებოდათ? არა. მაჭავარიანია და ისა აბაშიძე. ოცნებიდან მეტი არ ვიცი. და რაიმე შეკითხვა ხომ არ გექნებოდათ მათთან? არა. ისა სამგორის. თუ იცით ვინ არიან თქვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები? როგორ არ ვიცი, მაჭავარიანი გახლავთ. და მეორე არ ვიცი, მაჭავარიანი ვიცი. და რაიმე შეკითხვა ხომ არ გექნებოდათ? არაფერი ჯერჯერობით. რა ეშველებათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც უკანონოდ არიან განთავისუფლებულები. ამ რაიონის სამგორი ქვია მას. დიახ, და თუ იცით ვინ არიან თქვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები? მარტო ერთი და ხეის მაჭავარიანი რო იყო მანქანებს. და რაიმე შეკითხვა ხომ არ გექნებოდათ მათთან? მაჭავარიანს არავინ არ მისცემს ხმასა. всё, ბორჩამი. ჩემი მაგდა ანიკაშვილი ერთი, ჭანტუ ისა მაჭავარიანი და აბაშიძე. დიახ. და რაიმე შეკითხვა ხომ არ გექნებოდათ მათთან? რა ვიცი, საქართველოში სიმშვიდე იყოს, სიწყნარე იყოს და გაიმარჯოს სიმართლე. სამგორის. და თუ
იცით ვინ არიან თქვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები? კი, ვითხარი. ნაციონალიდან არის მაჭავარიანი, ოცნევიდან არის ზურაბ აბაშიძე, მაგდა ანიკაშვილი, მიდან ქრისტიან დემოკრატებიდან. მეტი არ ვიცი. რამე შეკითხვა ხომ არ გექნებოდა? არა, არჩევნებზე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას. რა თქმა უნდა ვიცი. ვითხარი. ზურაბ აბაშიძე. მიხეილ მაჭავარიანი. ეს ორი ვიცი. თუ იცით ვინ არიან თქვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატები? კი, კაცო, როგორ არ ვიცი. ვითხარი. აბაშიძე და მაჭავარიანი. და რაიმე შეკითხვა ხომ არ გექნებოდა? რა არის? შეკითხვა არა, მოთხოვნა. გითხრათ? ძალიან ბევრია მოთხოვნა, მაგრამ ერთადერთი რაც აი შეიძლება ითქვას, რომ აერთიანებს ამ ყველას ერთად. ქართული საქართველო აგვიშენო.